წარმოიდგინე რა ქნეს ამ ხელმძღვანელებმა 82-ში. ესე იგი, უნდა წაიყვანა 22 ფეხბურთელი. ესე იგი, წაიყვანეს 21 ჯამთველი ფეხბურთელი და 22-ად წაიყვანეს ბურიაკი. ფეხმოთეხილი. მართლა გეუბნები, გიფში ქონდა ფეხი. ეხო ის ცნობილი ფაქტია. ისე რომ წასულიყო გიფსის გარეშე კიდევ გაიგებდა ვიღა. გიფსი წაიყვანეს 22 ფეხბურთელად, რომელიც ოფიციალურად უნდა ითამაშოს, ხო თუ რამე მოხდა. და არ წაგვიყვანა მე და არ წაიყვანა დათო ყიფიანი. და ალბათ სხვა გუნდებიდანაც ვიღაცა არ წაიყვანა, გასება მარტო ჩემზე კი არა მაქვს, ჩვენზე კი არა მაქვს აქცენტი. ყველაზე აი ესეთი რაღაცა ხდებოდა იმ ნაკრებში რა. ამიტომ ეგ არის ალბათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ესეთი გავგებარი სიტუაცია, ხო, რაც არ მინდოდა რომ ისა. მით უმეტეს ახლა 91 წელი ჩავატარეთ, მთელი ევროპა ახლა დასამალი არ არის და ყველა მიცის რომ მთელი ევროპა გაგიჟებულები იყვნენ ჩვენ გუნდზე და ეგერ მენოტი და უდიდესი მცდელები და პრესაში უდიდესი ჟურნალისტები წერდნენ რომ ეს არის ნომერ პირველი გუნდი მთელ ევროპაში. ახლა წარმოიდგინე, სადაც არსებობს ინგლისის გუნდები, სადაც არსებობს მაშინ იტალიის გუნდები, გერმანიის გუნდები, ესპანეთის გუნდები, თბილისის დინამოს ასახელებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იმას და თავარი როლი ჩვენ თამაშობდით, ხო, სამი, მე, დათო და შენგელია, ხო? მე გულისხმობ წინახას. ყველას დიდი როლი აქვს, მაგრამ ნუ წინახას განსაკუთრებული როლი აქვს ნებისმიერ გუნდში, ხო? და ამ დროს არც ერთი არ არის ნაკრებში რა. გაგიჟდებოდნენ იქაური ჟურნალისტებიც, ჩვენს როგორც ფეხბურთელები და ყველა რა, ვინც ახლა ცოტა საღათაზრობენ.